ვინ გავიდა კონტაქტზე ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ იცით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა ამ ყველაფრით, ბიზნა ივანიშვილის მიმართვაც მოვისმინეთ. მაინტერესებს მოლაპარაკების რესურსი თუ არის თქვენი აზრით ამოწურული და თუ გამორიცხავთ ან რა პერსპექტივას ხედავთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეჯერდეს პოზიციები და არ მივიდეს საქმე სიტუაციის გამწევებამდე. მე მომეჩვენა, რომ ყველაზე უფრო კონკრეტული იყო მაინც ვიცე-პრემიერის გუშინდელი განცხადება, როცა მან ბრძანა, რომ აი შევხვდები მე პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ვისაუბროთ რა იყო, რა მოხდა, რა შეცდომები იყო, რა დარღვევები იყო და ერთად ვიპოვოთ პრობლემების მოგვარების გზა. მაგრამ მე მინდა ეხლა თქვენი ეთერის საშუალებით უთხრა კახის, ჩვენ იმაზე უკვე ვილაპარაკეთ ბევრი საჯაროდ რა მოხდა საგარეჯოში. თუ მზად არის კახი კალაძე, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, ანუ მომავალზე და პერსპექტივაზე, მაშინ აი თქვენი გადაცემიდან მე პირდაპირ ვთავაზობ კახის, მან დაასახელოს დღე რიცხვით არიღი ადგილი, მე მზად ვარ, რომ წავიდეთ, შევხვდეთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამაზე. შეიცვლება თუ არა საარჩევნო გარემო ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეთ შიმშილობას, ჩვენ არ ვიხევთ უკან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ცბიერი ხელისუფლება, ძალიან მატყუარა ხელისუფლება, რაც მე ამათ შევატყე და დასკვნან გამოვიტანე. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად გარბის და ხალხს გაურბის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც 13 დღე ფანჯრიდან უყურებდა გაყინულ ადამიანებს. ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა ადამიანების გაყინვა წვიმასა და ქარში, შედიოდა შენობაში და გამოდიოდა და ამ ხალხის არჩეულია ეს ხელისუფლება. რომელმაც ამ ხალხს არ მიცა არც გადასაფარებელი, არ დაადგმევინა კარავი, უპატიებელი შეცდომა არის. ეს იყო სამარცხვინო ქცევა, არა ადამიანური მოპყრობა, რაც ამ ხალხმა განიცადა და მე მაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ არ ვენდობოდე ამ ხელისუფლებას, მის არც ერთ სიტყვას, თუ ეს არ იქნება ნათქვამი კონკრეტულად მკაფიოდ და საჯაროდ. აი ეს მინდა კახის აქედან შევთავაზო მეც და ვუპასუხო, რომ თუ თქვენ მზად ხართ, რომ ჩვენ მომავალზე ვილაპარაკოთ, კი ბატონო, მეც მზად ვარ.